გამარჯობა, მე ვარ ლინაკო, ეს არის ჩემი სახლი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყიდე და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდე. ამ სახლის ისტორიაში პირველად იყრება სახურავი მშრალ მდგომარეობაში. ჯერათ რომ ამდენი ხნის შემდეგ ლიკური ჩემს სახლში მოვიდა? არც მე მჯერა. ეს იყო მხოლოდ ეტა? ვოუ! უნდა იცნო რომელ არქიტექტორს იცნობ, რომელიც დაძვრება და რაღაცეებს იოშვება. ახლად გავარ ჩემი მომავალი საძინებლის თავზე, რომელსაც არც ჭერი აქვს, არც სხვენს აქვს აქ იატაკი. მე მაქვს მოსაფიქრებელი ახლა რა ფერის აბაზანას გავაკეთებ ჩემს სახლში, სადაც აბაზანისთვის ნორმალური ადგილიც ვერ მოგვიძებნია. თუ ჩემი ტუალეტი იქნება, ჯერ შემიფასეთ რომ მაგარი შარვალი მაცვია, საშასთან ასეთი აცვია და გაჩვენებთ დეკატლონიდან ჩამომიტანა ჩემმა მამიდაშვილმა. ულამაზესი, ასეთი ლურჯიც მაქვს. არის ულამაზესი, საოცრად, აი ძალიან მაგარია, ფოქსოსაც ვიყიდეთ, საშობაც იყიდა, ყველას გვაცვია და ყველა ბედნიერი ვართ. გავაგზავნოთ, აქ თუ არის ჩემი საპირფარეშო. ანუ აქ არის დასავანი, აქ არის უნიტაზი, აქ არის ხელის დასავანი, აქ რჩება ფანჯარა, რომელსაც ამოვავსებ ბინაბლოკით, რომ შუქი შემოვიდეს. მაგრამ ნახეთ რა პრობლემა არის, ანუ ფოქსი გამოცდილმა ელენიკომ ასეთი რაღაც მითხრა, რომ დარწმუნებული ხარ, როცა დაჯდევი მუხლებს არ დაარტყავ კედელს, ან ადგომისას თავს არ გლიჯაო და აი ფოქსო უდიდესი პატივისცემით არ ვარ დარწმუნებული რა. იმ დღეს ლიკურის ტუალეტში ვიყავი და ვზომავდი ზუსტად იდეალურად და კომფორტულად რომ მიჯდე, რამდენი უნდა იყოს უკანასა და წინაშორის მანძილი და მეტრ-20 დავთვალე, ახლა აქაურებას გავზომავ და იმედია მეტრ-20 არის რა. საზომი არ მაქვს, მაგრამ იმას ვიყენებ ხოლმე iPhone-ის measures, ეგრე მაქვს სახლი აზომილი. ეხლა ვნახავ უბრალოდ ამის სიგანი არის აიმე 96 სანტიმეტრია. რამენაირად აი არ ვიცი როგორ ვთქვა ჩემ ხელოსნებს, მაგრამ აქ უნიტაზი უნდა დაეტიოს ისე რომ არც თავი ავარტყა, არც მუხლები და არც არაფერი რა. ან რადგან ირიბად მიდის ეს სახლი, ტუალეტის კედელიც ირიბად წავიდეს რა. აი ესე რომ გამოვიდეს. აუ ახლა ძალიან ვინერვიულე, მინდა გითხრათ. შეხვდები რომ იმას გააგზავნე. აუ თქვი ხო რომ ეს აქეთ წამოვა, მაგრამ ეგრე მაგრადაც წამოვა, აი ეგ არის საკითხავი. მაგრამ ამ ტუალეტის გარდა იმდენი პრობლემა არის ამ სახლში, მეგობრებო. თქვენი აზრით, ჩემს უფერადეს სახლში, აბაზანაში რომ შემოხვიდეთ, რომელი რაფერი გაგისწორდებათ აბაზანაში? ეს არის option number 1, შენი? option number 2. იქნება შეხამებული აი ამ ფერთან. აი ასე მივადა. მოდი ასე ვიტყვი რა. აი ეს ბავშვური ფერი, აი ზილინა და ნუ მიხვდით? თუ აი ეს, აი ხო ხვდებით რა. აი მდიდრული სომხური. დიდრული აი დიდრული რა, აი ახჯან რა, ისეთი აი ნახე. ახლა საშამ გული გადაგიშალათ ეს ჯანრო თქვა. აი ისეთი რა. თუ ასეთი. What the hell? ნიკას რო უთხარი ამ ნელ ოთახში ჩამომინგრია ჭერი მეთქი. მართლა არ ჩამომინგრია. ახლა ბნელი ოთახის თავზე სიარული არ შეიძლება. მაგრამ ის მაქვს ტოქსიკური urge რო ამაზე გავიარო. აი არ არის სასიკვდილო. სათამაშო ნომერი. ფოქსო მითხრა რომ ანუ ხო დიდი სახლია მე რო გაილესება უფრო დიდი გამოჩნდებაო და მაგარი იქნება ძალიან რა. ესეც უნდა ჩამოვყაროთ. ხო დღეს ზამთარში ისეთ პირობებში დავრჩით ჩემო კარგო. ხო? დიახ, აი მეძახიან ბავშვები. ისეთ პირობებში დავრჩით ზამთარში რომ ჩემი აზრით აქ გალესილში დარჩენა ფუფუნება იქნება. გამოიწერეთ ახლა და დაალაიქეთ ვიდეო. აიყვანეთ 200,000 ლაიქზე. საიდან? აუ ეს შარვალი სასიკვდილო ნომერი 2. აქ თავარია კამერამენი, კამერამენს არ ჩაეცეს რამე.
არა, სადაც კაკოს კამერამენი არ მოკვდა. იქ ჩემით გადარჩება. ვიცი, ყველგან უნდა მეკეთოს. ისე უნდა ჩამომეკდო. გინდა სადო? Satisfy. აბა განწყობა, საშა, განწყობა დაგვანახეთ. რთული ყოფილა? კარგია, მიდი. აი ასე, ვიშორებ. არასასურველ ადამიანებს ჩემი ცხოვრებითა. ის ტოტიც ხენი, აბა ბანემ. ვა, ყოჩო, გადავიდა. მალე მოგვიწევს რომ სხვენისთვის ვიყიდოთ იატაკის ხე და ის ხე ავყაროთ. მე მგონი მაგ ხეს რამეში გამოვიყენებთ. და რისი ჩამოყრათ შეგვეძლო ჩამოუყარეთ. თან ძლივ სამსახლის ისტორიაში ჩამოუყარეთ მშრალ მდგომარეობაში ეს სახურავი რა. ესნა გავიკიდე გასატანია. აუ, რამდენი არის კიდე გასაკეთებელი? ხენი აზრით, რისი ხმა არის? ეს საშოს იდეა იყო. ეს არის ეს არის რაც არის და საშა ახლა გვანახებს. მე მეზარება ხოლმე რა ამის ელემენტების დატენვა და ხო სამი ცალი რაღაც არის ეს ხერხი და ის მტვერსასრუტისნაირი რაღაც და ერთმანეთის ელემენტებს უკეთებ ხოლმე რა ჯდება. ეს ბოლო. ჩუშას ხო. აუ, რა ძველია პროსტა. ჰაჰა. მარსა თივა თუ გინდა თვინმეს. ბავშვობაში ვისვენებდი იმერეთში და ყველაფერს ვაკეთებდი. და მან ვისწავლე ყველაფერი. ვთივავდით. ფიცნით მოგქონდა ეს თივა ბოსელში ვდებდით. ძროხებს ვაჭმავდით. ძროხებს წვალიდით. ვაკეთებდით ყველს და მაგარი. ერთი სული მათ ამ სახში როდის ამოვიყვან ყველს. ბოლოს ვითანამშრომლებთ ავეჯი ჯისთან, შუქი ჯი, ნატურა ჯი, საწოლი ჯი და ასე შემდეგ. შტეკერ ჯი. მაგრამ ერთი სული მაგ ჩემი ის დიდი ოთახი როდის გაკეთდება რომ შემოვიტანო ის. მე დეფესეთ challenge არა, ანუ ასე ვთქვათ, წინადადებას. მოდი ჩამოსხდეთ ისე გავაგზავნოთ. კაი. უკვე დეკემბერში ან ჩემს ან შენ დაბადების დღეზე აქ რომ მოვალთ, გავაღვნიშნოთ, აი უკვე რომ დავრჩეთ. ოღონდ როგორ იცი, აი დეკემბრამდე არჩევი, მე მგონია რომ ოქტომბერში Netflix and chill გვაქვს, ტელევიზორის გვაქვს და ყველაფერი. Netflix and chill-ს ნუ ვიძახი გოგო. გავჩილავთ. ხვალ იწყება წინანდალში ფესტივალი. პანკაუკასიური ორკესტრი ჩამოდის. და წინანდლის ფესტივალისთვის იწევენ მზადებას და მე ერთი თვით გადავდივარ წინანდალში საცხოვრებლად. მაგრამ შიგადაშიგ ჩამოვალ ხოლმე და გავაგრძელებ ბაქაურობას მივხედავ. საშა გაძლევთ პირობას, რომ ვლოგები კვირაში ერთხელ დაიდება და ნიკა ვერ ახერხებდა აქ. ახლა შეგაბარებთ მეგობრებო, საერთოდ რატო ვერ გწევდებოდა აქ რაღაცები? ნიკას არ იცოდა. ყველაფერი დაბრალდეს ნიკას. ნიკას ბრალდია. ნიკა მე თვალით არ მინახავს. არა, ძალიან კარგი ბიჭი არის მართლა. მაგრამ მე თვალით არ მინახავს, მოვდივარ რაღაცები გაკეთებულია, მაგრამ მე ნიკას თვალით ვერ ნახავ. ნიკა კარგი ბიჭია. ხო და ნიკა მითხრა რომ ახლა გამოჯამრთელდაო და მივხედავთო და უნდა გაკეთდეს სასტრაფოდ აქ ბადეები. ნახეთ ვინ მოვიდა. ჩვენი სურენა. გიზდები შენზე.
მე აქ ვიღებ ხოლმე. შემიძლია რომ ნებისმიერი ინსტრუმენტი ავიღო და გავიქცე და ძალიან ძვირად გავყიდო. ჩახარ. ნახე? ეს ხელი ამაზრაა? დეკის კლაპანი არის. მოდი გავუშვებ ხელს, მაგრამ გენდობი. დაღის. ჯო? ვაუ, ჰორნი მჭერია. ფენჩორნი დღეს დაიჭირე და ფენსი. წინადალში ძალიან მაგარია, მაგრამ მგონი დროა ჩემს სახსაც მივხედო რა. Here I am. დავბრუნდი ჩემს სახლში. დღეს day off-ი გვაქვს წინანდალში, ორკესტრით ისვენებს, ამიტომ ეგრევე გამოვიქედი ჩემს სახლში, რომ ნახო რა გაკეთდა და საერთოდ აქ. მზად ხარ მუშაობისთვის, ლიკური? კი. მართლა? კი, რა მუშაობისთვის? შენ ახლა, შენ გვერდზე დევს ჩემოდანი. გახსოვს რომ ამბობდით, ისეთი ცხოვრება გვინდაო, რენდომად აეროპორტში რომ მივდივართ და ბრახთა რომ მივფრინავთ. იცი სად ვიფრინავთ? ერთი, ორი, სამი. ბოლოს როდის ნახეთ ლიკური ჩემს სახლში? მეც არ მინახავს. იცით ვითი დაიკერა? დასაჯდობით, რომელსაც ახლა საშა აწყობს. ჯერათ რომ ამდენი ხნის შემდეგ ლიკური ჩემს სახლში მოვიდა? არც მე მჯერა. რადგან სახლს ჯერ კიდევ ამზადებთ გასალესად და ნიკამ ძირითადად ყველანაირად გაატანინა ხელოსნებს. დავაცარიელოთ სახლი მთლიანად რა. მე ლიკური მომწახდეს? კი. ვერა? აი თეთრი მაისი უჯრო ჩაიცვა. იცი რატო მე ნახე ლიკორის არ დავაბრალოთ, იმიტომ რომ ხშირად რო არ მოდის, არ არის მიჩვეული აქაურ დინამიკას, რომ უნდა ეცვას რაღაც ჯღანი. ანუ შეხედე, მუხლი უკვე ჭუჭყიანი მაქვს. კი, მე შარვალი სპეციალად აქაურობისთვის ვიყიდე. მე გავემზადე წინანდლისთვის პირდაპირ. და მეთქე ის შევივლით, ნახავთ, კარს დავკეტავ და წამოვიდე. ჩვენ ჩაგვისვეს ფანჯრები. მე სიმართლე გითხრით ახლა ცოტა მაშინია, იმიტომ რომ აი ეს ფიცარი მგონია რომ თავში დამეცემა, მაგრამ როგორც მეუბნებიან, არაფერი საშიში არ არისო. მე შევამჩნიე რომ ჩვენ აღარ გვაქვს სამზარეულო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ქვები. გერმანიაში ყოფნის დროს მე ჩავატარე რისერჩი სახლების, შევაფასე სახლები, წამოვიღე ინსპირაციები და ჩემი აზრით ჩვენ საუკეთესო სახლი გვაქვს. ოქტომბერში ყველას გეპატიჟებით ახალ სახლობაზე. ვაუ. კი, ჩვენ გვაქვს სია, მოგრძალებული სია, ლიკა, ლინა, საშა, ლაშა. დედა ჩემი ალბათ. ხო, ნატა, მამა ჩემი, ბებო და პაპა. ლინა და მე ვათამაშებთ ამ საოცარი ივენთის ერთ ბილეთს. ვათამაშებ. კომენტარში დაგვიწერეთ ივენტზე მინდა და ჩვენ შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ ერთ ადამიანს სექტემბრის 25 რიცხვში, ვისაც დავპატიჟებთ ჩვენს ახალ სახლობაზე. რა მაგარი იქნება? რის ძალიან მიხედვით არჩევ? შემთხვევითობის პრინციპით. ან ვისაც უფრო ლამაზი ფოტო ედება. არა, შემთხვევითობის პრინციპით. ვიღაცაზე მართლა ეტყვის, რომ ამას კარგი სურათი უდევს. არა. შენ ჩამოყარეთ წინაზე, შენ აქ ჩამოყარე. იცი რა მაგარია? შეხედე ესე არის, ხაკინზე. ბიჭო, ანუ ვოთხარი რა ჩამოდით ხო და ჩამოვიდა მანქანაში ჩერდა
სუნი მეცა. თეთრი მაისური ლიკური გუშინ ჩამოვიდა შვეიცარიიდან და იქაური მაზი არის. იქაურ პალასაზე არის რა. რატო არის ჩამოსაყრელი? იმიტომ რომ სახურავს ჭერს ცვლით. ხანია რომ ფიცარი გამიცემა ზე. ფიცარი არის რაღაც პატარა ქვები ყრია რა. არ ჩათვალოთ რა რაღაცა პრინცეს ვარ პროს და სულად მაცვია თორე. ლიკური, ეს ხელთათმანი არ გამისჭუდა იგე? ვაა, რა ხელთათმას გაძლეს. მინდა რომ შენ უბრალოდ არ უყურებ. ხო? არ უყურებ ვიდეოებს, ხო? რა, აი დაგეინე ვიდეოებს უყურებ? კი. იცი ეს ხელთათმანი? კი. რა ხელთათმანია? ოქროს ხალხად. კი, ხო და ოქროს წვენია. კი, და ეხა ეს ოქროს ხელთათმანს ხილად მოიყვართ შეიძლება. რამდენად კმაყოფილი ხარ იმ დავალებით, რაც მოგეცეთ? აი 10-დან ალბათ კიბე არის მოყავს რა. მართლა? მე ვინ ხარ პროფესიით? მე? ხო. გრაფიკულ დიზაინერი. არა, პროფესიით ვინ ხარ? არქიტექტურა დავახსენე. ხო და არქიტექტორი ხარ, ანუ უნდა იცნო. რომელ არქიტექტორს იცნობ, რომელიც დაძვრება და რაღაცეებს იოშვება. ეფეთებადი. მაგარი ხარ. დიდი ჭია? ჩან. თუ შეიძლება ჭია რო გვანახო. სად არის ჭია? ოიქნა ჩამოვარდა. არა, ვიყურებოდი. ჩამოვარდეს რა. აი მე არ მინდა რომ დამეწე. არ დაგეცემა რა. აკიდეთი ხელი შეაცრო და ესე თუ ჩამოვარდა. დაგვეცემა, ჩვენ დაგვეცემა. მოდი დავწერე. მიდი გაჭერი. ბარე ბოლო. ოჩა, ლიკური, მალადეს. მიდი უმაგრესი. ეს რისი ტრუბა? გასის. მიდი. ლავის მომხდა, არა, მომხდა. ლავის მომხდა. ლავის მომხდა. ოჩა, ლიკური, ოჩა, ლიკური. შენი კუკუა გონა. როგორ გეტყვი? მაგრად. იტირე. კი. მე არასოდეს არ მეგონა რომ 5 ლარიანი რომ 5 ლარიანი კასკა გადამარჩენდა. მადლობა 5 ლარიანი კასკის შემქმნელ ჩინელებს. ეს კამპანია ეხა რაღაცა თქვენ ხედავთ აქ პირველად და უკანასკნელად დასრულებამდე. კი. რამდენად რთული დავალება გქონდა? 10-დან 11. ანც რა არის? ანუ აი ამ სახლში ალბათ ხედავთ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. ადამიანს რომელსაც ეშინია სიმაღლის მომცეს დავალება კიბეზე ასვეს. აი ეს ყველაფერი მე დამეცემოდა ეხა თავში. გვერდზე თუ გამოწევდით და დაწერილი დაგიცემოდა. და დიახ ჩვენ კიდევ ვეძებთ იმ ჭიას რომელიც ლიკური შენიშნა რომელიც ლიკურის მიესალმა და მას ყავდა სახი შვილი. გრძნობ, გული მიგრძნობს რომ აი იქ ხო აკეთებს ახლა აი აქ დამიცემა მე. გუშინ ვიბანავე. ისევ საბანაო არ. ოპ, მიდულინა. ისე მარტივად ლაპარაკობთ, გიგონება 900 სიცოცხლე. ისე შეიძლება ჩამოინგრეთ. ოპა. ლიკური ძაბენიები რა შეიძლება. აუ რა მაგარი იყო. მოგეწონალი? არ დავარდეს просто. დაიჭრეს. არც ვიცი ეხლა ეს. მიდი ხელით მოყია. ოღონდ არ დაგიგო. ეს იყო მხოლოდ რა? ვაუ! დაიჭრე. რა ძვირია.
შემოაძრობ მაგას. უძლიერეს. იე. So, აბა ჰე, გეცდე. ჩემი აზრით ამ კამერას Insta 365 სხვა კრეატორებისგან უნახავს, ნახე ლიკური მეც გავუკაცრე. უნახავს რაღაც დაივინგი, სკეიტბორდი, თხილამურები კატაობა, მაგრამ ემოცია ყოფილა ჩემი აზრით. ექსტრემალური რემონტები. მინდი მაგარი ხარ, იე! გაიწია, იმენა გაიწია. აი ესეთ რაღაცებს რო აკეთებ, რას ფიქრობ? აი, ერთ-ერთი ფიქრი სახში მინდა. მინდი წაწექი. მე ხე მეც გავიკაწრე. ნელი ოთახი ცარიელია. ნახე რა მაგარია, ზედმეტი ყველაფერი მოშორდა. აქაურობა ცარიელია, მზად არის გასალესად. ერთადერთი ეს ხრიჭუარი ამოსავსები. აქ იყო ბუხარი. და სხვა ყველაფერი მზად არის. კიდე მომწონს რომ ზევით არ არის საერთოდ სახურავი, არ ვიცი ასე დავტოვებდი თუ არა. ძალიან საინტერესო არის ასე, მაგრამ არ ვიცი მოკლედ. ვინ არის მაგასი გოგო? ეს უბრალოდ ჩამოვიდა. ვაუ, ლიკური, ვაუ. ეს არის ყუთი, სადაც დევს მნიშვნელოვანი რაღაცები. ამ ყუთს ხსნიდი ხოლმე, როცა არ რჩებოდით. მაგალითად, სველი საფეთკი, წინდები, ხერხის დასატენი, ასეთი რეინკლოს ყუთი შიგნით მინისოს სახის ნიღბები და რაღაც კოსმეტიკა იყო. მიკროფონი, დინამიკა არ მახსოვს სად არის. ჩაი. ეს არის წინა პატრონის. ძალიან ძველია. თითქოს ამ სახლიდან მივდივარ და ახლა იწყება ყველაფერი. აი კიდე შეგეცემა. აღარ დავიყურე. შემოვიტანე. ნეტა იცოდეთ როგორ მინდა რომ ძალიან ბევრი დრო მქონდეს რომ სულ აქ ვიყო. მგონი დროა რომ სხვენი შევფუთოთ მთლიანად, იმიტომ რომ რაღაც ნაწილზე არ არის მემბრანა, უნდა გავაკეთოთ ქვაბამბა, მე უნდა გავაკეთოთ ზევიდან გიფსოკარდონი. პარალელურად სველი წერტილი უნდა დავაგეგმაროთ და საბოლოოდ გადავწყვეტ ამ ლოგის შემდეგ რა ფერს გავაკეთებ და ჩემი აზრით შემდეგ ვლოგებში მომიწევს ისევ ელიავაზე გასეირნება, რომ იატაკის კარგი ხის მასალა ჩამოვიტანო კვლავ აქ და სხვათა შორის იატაკის ხის მასალებზე სიარული ძალიან მომწონს. უკვე რაღაცებში გავერკვიე, გახსოვთ? სახურავისთვის კოჭებს რო ვყიდულობდი, რა დღეში ვიყავი. ახლა კვლავ წინანდელს დაუბრუნდები, სადაც წინანდლის ფესტივალი უნდა გაიმართოს სექტემბერში და ცოტა შეგაჭრიტებთ თუ და გაინტერესებთ. ძალიან ნიჭიერი პანკაუკასიური ორკესტრი არის ჩამოსული, რომელსაც შარშანაც ვუღებდი. მთლიანი ორკესტრი არის, სადაც პროფესიონალი მუსიკოსები არიან. ძალიან ვერთობი იქ რა. ცოტა ხნის წინ გქონდა ტუტი, ანუ ყველა ერთად უკრავდა წინანდლის მამულში, ვენახებში და აი სასწაული იყო. მე არ ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, მაგრამ იქ როცა ვარ, ხვდები რომ მალერი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია. და მაინც ვარდისფერი თუ ლურჯი.